მიკროფონი სამავალია. ელდა დაატრია მაშინ აიშალე რა მერდა ყველა გადმოდით აქეთ. ჟურნალისტები აქეთ მე ნამთიზაგურა ამი გადი. მოგესალმებით. შევშორის. მე ვერტო გადახაროთ. მე აფხაზებმა მიმართეს რუსეთის პატრიარქს, სოფლიო პატრიარქს. ჩემთანაც მოიდა წერილი და ცხოვრობენ დამოუკიდებლობას. ესე იგი, ცდილობენ გამოეთიშონ უძველეს საქართველოს დამოუკიდებელ ეკლესიას. ამასთანავე მღვდლებმა სულ რამდენიმე მღვდელმა გამოაცხადეს, რომ ისინი აცხადებენ დამოუკიდებლობას. და იყო ჩვენი კომენტარი, რომ ეს არასერიოზული განცხადება და ჩვენ ამაზე არავითარი რეაგირება არ უნდა გავხსნათ. მთელი მსოფლიოს პატრიარქი და რუსეთის პატრიარქი და სხვა ეკლესიები ჩვენ გვიჭერენ ხავს და აცხადებენ, რომ ისინი ცნობენ ერთ საქართველოს ერთ დამოუკიდებელ ეკლესიას, სადაც შედის აფხაზეთის. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოწესრიგდება და მე მინდა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმიდესი კირილეს პოზიცია ჩვენ შესახებ და თქვენ როგორც იცით, ის გვიჭერს ხარს ჩვენ და აცხადებს, რომ ისინი ცნობენ საქართველოს ეკლესიის თლიანობას. მინდა მადლობა გაქცევოთ. მადლობა არ უნდა დაეცეს ადამიანი, სულიერად არ უნდა დაეცეს. და ამ სიმტკიცეს მე ვხედავ თქვენში. მაგრამ არ უნდა დაევიწყოთ აფხაზეთი, თქვენი სახლები. მე უნდა შევიდე ნინოშვილის 13 ნომერში. უნდა დაბრუნდეთ თქვენ კერებში, თქვენ სახლებში.
მე იმედით უყურებ მომავალს და ვფიქრობ, რომ აი ის რაც მოხდა, ეს არის უდიდესი შეცდომა, აი ეს აფხაზეთის გამომკიდებელ სახელმწიფოს გამოცხადება ცხინვალის რეგიონის. ეს არის უდიდესი შეცდომა და ჩვენ უნდა ჩიხია ესა. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამოიდეს ჩვენი და რუსეთის და სხვა ძალები გამოიდნენ ამ ჩიხიდან და საქართველო აუცილებლად უნდა გამთლიანდეს. თუ არ გამთლიანდება საქართველო, თუ აფხაზეთი არ დაუბრუნდება საქართველოს, მე ვხედავ ასე, რომ აფხაზეთი იქნება და იქ აფხაზები ახალ იქნება. ასე რომ ჩვენმა ძვლებმა აფხაზებმა უნდა იფიქრონ არა მარტო საქართველოს გამთლიანებისათვის, არამედ უნდა იფიქრონ თავისზე, რომ ისინი არ იქნებიან მკვიდრნი თავისი სამშობლოს. ასე რომ და მე როგორც მომდის ცნობები, ბევრი აფხაზი უკვე ფიქრობს საქართველოში დაბრუნებას და დიდებოდა მოგებულს. ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ. თქვენ მტკიცეთ, გამოიარეთ ეს განსაცდელის წრები და კიდევ ცოტა ხანს უნდა მოითმინოთ და ღმერთი დაგეხმარება ჩვენ.